ეს რაღაც უფრო ზოგადი მაჩვენებელი, მე არ ვიტყოდი რომ ეს არის ფორმულა პირდაპირ. ბედნიერების ფორმულა არის მზე, ვენერა, იუპიტერი კუთხის სახლებში. ანუ ეს ნიშნავს პირველ სახლში, მეოთხე სახლში, მეშვიდე სახლში, მეათე სახლში. რატომ ითვლება, რომ ეს არის ბედნიერების ფორმულა? იმიტომ რომ ეს პლანეტები არიან ითვლებიან როგორც მაქსიმალურად დადებითი პლანეტები, ნუ მზეს მოაქვს სიკეთე, სიხარული, პოზიტივი, ვენერა არის მაქსიმალურად ისეთი კომფორტის მოყვარული, სილამაზის და იუპიტერი არის იღბლის. და შესაძლებლობების ახალი შესაძლებლობების შესაბამისად ამ პლანეტების დგომა კუთხის სახლებში, მთავარ სახლებში, ესე ვთქვათ, მთავარ სფეროებში ადამიანის, როგორც არის პირველი სახლი თვითგანვითარება, თვითგამოხატვა, მეოთხე სახლი ჩემი საკუთარი შინაგანი სამყარო, ოჯახი, მეშვიდე სახლი ურთიერთქმედება, ურთიერთობები, საქმიანი თუ პირადი და მეათე სახლი როგორც კარიერა, სამსახური. ანუ 4 ძირითადი სფერო რომელიც აქვს ადამიანის ცხოვრებაში და ამ პლანეტების დგომა ამ სახლებში იქნება ესე ვთქვათ ერთ-ერთი მაჩვენებელი რომ ადამიანს აქვს შანსი რომ ამ კონკრეტული ცხოვრების სფეროებში იყოს უფრო პოზიტიური, უფრო დადებითი, ანუ აითვისოს ესე ვთქვათ ამ კონკრეტული პლანეტების მაჩვენებლები. რა თქმა უნდა, თუ პლანეტები იქნებიან დაზიანებული, ეს შემთხვევაში იმდენად არ იქნება ბედნიერების ფორმულა დიდად აქტიური ასპექტებსაც რა თქმა უნდა გააჩნია რამდენად ეს პლანეტები არიან ძლიერები ამ კონკრეტულ სახლებში, იმიტომ რომ თუ მზე იქნება სასწორში, მაინც და მაინც ბედნიერების ფორმულა იმდენად არ იმუშავებს. ანუ იქ ძალიან ბევრი რამეს გააჩნია, ეს არის უბრალოდ პატარა მაჩვენებელი, ესე ვთქვათ, რომ ამ პლანეტების დგომა კუთხის სახლებში არის მიმანიშნებელი, რომ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს უფრო მეტად პოზიტიური და კარგი ცხოვრება, ვიდრე სხვა ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ეს კონკრეტული პლანეტები ამ კონკრეტულ სახლებში. რაც შეეხება უბედურების ფორმულას, უბედურების ფორმულა არის მარსი და სატურნი იგივენაირად კუთხის სახლებში, ანუ პირველ, მეოთხე, მეშვიდე, მეათე სახლებში. იქიდან გამომდინარე, რომ სატურნი ზღუდავს და შედარებით ცივი პლანეტაა და იქიდან გამომდინარე, რომ მარსი არის აგრესია. ამიტომაც როდესაც ეს პლანეტები დგან ამ სახლებში, ამ კონკრეტული სახლების სფეროებში შესაძლებელია შეზღუდვა, სიცივე და აგრესია. შესაბამისად ეს იწვევს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ადამიანი იქნება შედარებით უფრო უბედური, უფრო შედარებით რთული ცხოვრება ექნება. ხშირად ხდება ის, რომ ადამიანს ერთდროულად აქვს ბედნიერების ფორმულაც და უბედურების ფორმულაც. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი პერიოდულად შეიძლება იყოს ბედნიერი, პერიოდულად შეიძლება იყოს უბედური. ასევე აქვს მნიშვნელობა ადამიანის განვითარების დონეს. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ყველანაირი მაჩვენებელი ბედნიერების, მაგრამ ვერ აფასებდეს და ვერ ხედავდეს ამ ბედნიერებას და ვერ ხედავდეს სხვის უბედურებას, რომ ჰქონდეს ესე ვთქვათ შედარების შესაძლებლობა, რამდენად თვითონ არის ბედნიერი სხვებთან შედარებით. ამიტომ თვითონ ბედნიერების აღქმაც არის ძალიან სუბიექტური.